აი უბრალოდ ხალხო შეხედეთ როგორი აი ფანტასტიკური და რაღაცა მისტიური ადგილია. აი როგორ არ უნდა გააკეთო ესეთი მაგარი ადგილი აი ნახეთ აი ყველაფერი თითქმის გაოხრების პირას არის მისული აი ნამდვილი 64 ტიბულში გახლავთ ეს ადგილი არაჩვეულებრივი ადგილი აი ეს კორპუსების ნახეთ როგორ მიტოვებული ხალხი იცხოვრობს მაგრამ მაინც მიტოვებულად ითვლება რა რანაირად შეიძლება უბრალოდ ესეთი ადგილი იყოს დატოვებული აი ესეთი მთა ულამაზესი მთა დახურებს ზევიდან ნახეთ აი რა ხდება 64-ში ცხოვრობს ხალხი ნამდვილი სასწაული რამდენ რაღაცას სჭირდება ხელი შევლება ჩვენს ქვეყანაში. რამდენ რაღაცას და აი ყოველთვის პრობლემებზე საუბრით ვიღლებით ყველა რა მე არ შორის მეც რამდენი შეიძლება ილაპარაკო რომ გააკეთე აი ყოველ წელს მოდიხარ იგებ არჩევნებს და რა არის შენი საარჩევნო დაპირება ხო აი რა სიტყვები მოუძებნო ამ ყველაფრისთვის აი უბრალოდ ვერ ხვდები რა აი ეს არის აი დაუდევრობა, უპასუხისგებლობა, არაპროფესიონალიზმი და რა ვიცი, სამშობლოს, რა ვიცი, ხალატი, ასეთ ადგილს რო არ გააკეთებ, რავი. აი ახლა მე რო უყურებ ამ ადგილს, შეიძლება თქვენ ისე კარგად ვერ აღიქვამთ, მაგრამ აი ეს არის ნამდვილი 64 რა, აი, ნახეთ, აი რა ხდება. ოღონდ აი რამხელა მთები და როგორი საოცარი ადგილია. ხალხი გაქცეულია პრაქტიკულად აქედან. არ არის ცხოვრობენ ოჯახები, მაგრამ აი ამ კორპუსებში მაგალითად არავინ არ არის მაცხოვრებელი. აქაც ძალიან ცოტა და ვისაც ეს ეკუთვნის საკუთრებაში, იმასაც არ უნდა ჩამოსვლა, იმიტომ რომ არაფერი არ არის. აი ეს მაინც გააკეთე, აი ელემენტარული აი აქ დაჟანგებული. აი ჩემ ბავშვი თამაშობს. ერთობა ჟანგიან საკანელებს. აქ კი ეს აი ზღაპრული 64